შემოგვიეცდა ძვირფასო მაყურებლებო მეორე კომენტატორიც დავით ქირია ორგანიზაციის დამფუძნებელი და ისიც წაიყვანს ამ ბრძოლას ჩვენთან ერთად. გამარჯობა. კარგია შენი ნახვა კომენტატორის ამპლუაში. მადლობა რომ ჩვენთან ხარ. მეორედ ჩამოვედით ზესტაფონში. ძალიან მიხარია, რადგან რეგიონში მაქსვაეტის ჩატარება და ესეც სპორტული ღონისძიებების ჩატარება დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩვენს სურვილს, რომ მოვიდეს, დაიწყოს ვარჯიში და დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეხლა რიგით მეოთხე ბრძოლა მიდის, ხო? როგორც მახსოვს, მეოთხე ბრძოლა დავით, თუ შეიძლება რომ გაგვაცნო, კარგი სამომავლო გეგმებზეც. ჩვენ უკვე დავაანონსეთ წლის პროგრამა, წლიური პროგრამა, პირველი გაზაფხულზე ქონდა უკვე თბილისში, დარტყმა ნოკდაუნშია, სიჭინავ დარტყმა გაატარა. ნემსაცისგან კარგი მარჯვენა ბუკი და გონგმაც მოუსრო და გონგმა კარგ დროს მოუსრო, ესე შეიძლება ითქვას. მაგრამ ჯონიმ კარგი ტაიმინგი ქონდა, კარგ დროს მოარტყა. ახლა მე მგონი კარგი დრო არის რომ გააგრძელოთ თქვენს გეგმებს. ტურნირზეც, ზესტაფონის ტურნირზეც შეირჩევა კიდე ერთი მებრძოლი და დავაკომპლექტებთ ზუგდიდის გრან-პრის. ამასობაში დაიწყო გაგრძელდა ბრძოლა. ისევ ცდილობს ნემსაძე ახლო დისტანციიდან მუშაობას და ახლა კარგი მარჯვენა სიჭინავასგან კარგი ბუკი გაუტარა სიჭინავამ. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. სწორ მითითებებს აძლევს ახლა მწვრთნელი ორივე სპორტსმენს. სიჭინავა ცდილობს დარჩეს იმუშაოს მარცხენა ბოდიკიკი. ერთ კარგ დარტყმას, სწრაფ შესვლას და სიჭინავას დაჭერას, კონტრშეტევაში დაჭერას, ასე რომ ნახოთ აბა როგორ წავა ბრძოლა. დაძაბული და საინტერესო. ნახტომში მუხლის სიჭინავასგან. ჯონი ძალიან გაზრდილი არის, უფრო შეკრულია, დაცვაში კარგად მუშაობს, კარგად მოძრაობს. ლოუკი ნემსაძესგან ახლა ორიანი სიჭინავასგან და შეეკრენ კლინჩი მებრძოლები. უჩიმომო სიჭინავასგან
ელოდება ნემსაძე. აქ მარჯვენა მუხლი გაუტარა თუ არ ვსწრები სიჭინავამ. აი კარგი გაცვლები ახლა ნემსაძესგან. სიჭინავა ცდილობდა ნახტომში მუხს. მეტი აქტიურობა სჭირდება სიჭინავას, რომ ბრძოლა გადატეხოს, რადგან პირველ რაუნდში აქ ნოკდაუნია ატკიდებული, აი კაი მუხლი. კარგად მუშაობს, მუხლებს სიჭინავა. ჯონით კარგად მუშაობს კორპუსში. აი კიდევ ერთი მუხლი, თუმცა კარგი გაცვლები ჯონისგან ახლო დისტანციაში. უნდა შეუმციროს ნემსაძემ დისტანცია, ვფიქრობ. ახლა ძლიერი გაცვლები ორივე მებრძოლისგან. ცდილობს სიჭინავაც მიიმსხიოს კუთხეში. ცდილობს უპირატესობა წამოიღოს თავისკენ. მგონი მიყავს. და ჯერჯერობით ვფიქრობ გამოსდის კიდევაც. კარგი მარჯვენა სიჭინავასგან. ბოლო სიჭინავა. ვფიქრობ ეს რაუნდი სიჭინავამ სიჭინავა ჯერჯერობით საკმაოდ ხნედ გამოიყურება. ნახოთ როგორ გაგრძელდება ბრძოლა. ცდილობს დისტანცია შეუმციროს სიჭინავამ ახლა გაატარა მარჯვენა, თუმცა მაინც პასუხობს, კარგი გაცვლები მიდის მებრძოლებისგან და აქ კაპი გადმოუვარდა მებრძოლს. ამასობაში ნემსაძე იღებს რჩევებს თავისი მწვრთნელებისგან. ვაგრძელებთ ბრძოლას. ახლოში მუშაობს ნემსაძე, ცდილობს მუცელში მიაკენოს დარტყმები და მაინც სიჭინავასთან კარგი გაცვლები, კარგი მუხლი მარჯვენა. ტოლს არ უდევს არც ერთი მებრძოლი. საკმაოდ დაძაბული და ახლო ბრძოლა მიდის. კომბინაციებს ამუშავებს ახლა ნემსაძე და კარგი პასუხი მარჯვენა ახლა სიჭინავასგან. მარცხენა ჰუკი ჩაუსვა ახლა. ძალიან ძლიერი გაცვლები. ცდილობს სიჭინავა მიიმწყლიოს კუთხეში და იქიდან ემუშავოს. და ისევ მარცხენა მუხლი სიჭინავასგან. ცდილობს რომ გაუტაროს მუცელში სიჭინავამ. ნახტომში მუხლი სიჭინავასგან. ახლოში მუშაობენ მებრძოლები. კარგი კომბინაცია ახლა ნემსაძესგან გაუტარა სიჭინავას. და ისევ მარცხენა მუხლი გაუტარა ახლა თუ არ ვსწრები ნემსაძეს. ეთქი სიჭინავასგან. საკმაოდ კარგად მუშაობს სიჭინავა მუხლებს. ძლიერი გაცვლები მებრძოლებისგან. ნემსაძე ამ ეტაპზე მეორე ნომრად მუშაობს, თუმცა ცდილობს მაინც კომბინაციური შეტევები გააკეთოს. კაპი გამოვარდა ახლა ნემსაძეს. მასობაში აქვთ ორივე მებრძოლს სული მოითქვან. გადამწყვეტი დარტყმებისთვის, დაწუხებისთვის. კარგი მარცხენა ბოდიკიკი ახლა სიჭინავასგან. კარგად ამუშავებს ფეხებს სიჭინავა. ისევ თავში ფეხი, კარგი მარჯვენა სიჭინავასგან და ძალიან მაგარი ბრძოლა იყო მეგობრებო. საკმაოდ ახლო დაძაბული. Sashasi.
ქალბატონებო და ბატონებო, ექსტრა რაუნდი. ექსტრა რაუნდი, დამატებითი რაუნდი, ვიხილავთ მეოთხე რაუნდს, გადამწყვეტ რაუნდს. ახლა შემოგვიერთა ზუგდიდის სპორტსკოლის დირექტორი ბატონი კოჩა ჩიქოვანი და თუ შეიძლება ბატონო კოჩა 2 სიტყვით გვიამბოც ზუგდიდში ჩასტარებელ მაქსვაიძე მოგესალმებით რა გეგმები არის სესტაფონს და დიდი მაგარი ღონისძიება მაქსვაიძის დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს ლეგენდას დავით ქირიას ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის და უკვე მერამდენედ ტარდება და მეც ძალიან ბევრჯერ უკვე უყურებ ამ ღონისძიებას თითქმის ყველა რაიონში და ზუგდიდში მეორედ უნდა ჩატარდეს მაქსვაიძის ტურნირი მესამედ უნდა ჩატარდეს ზუგდიდში აგვისტოს თვეში რომელიც ორგანიზებას თვითონ დავით ქირია უწევს და ფინანსურად და ყველანაირად მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე ველოდებით ძალიან კაი ღონისძიებას როგორც ყოველთვის დათოსგან და წარმატებები მინდა უსურვო ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა ყველას, წარმატებები სისტაფონში ყველა მონაწილეს და საერთოდ გელოდებით ზუგდიდში 15 აგვისტოს. დიდი მადლობა. აიხარეთ. ვაგრძელებთ ბრძოლას. ძალიან ბევრი გაცვლა ქონდათ, ახლა ორივე მებრძოლს ერთმანეთში. კარგი სპინინგ ბექი თავში გიგასგან. ცდილობს წამოიღოს ქულები სიჭინაო მისკენ. არ გადამუშავებს ფეხებს. ახლა უმცირებს ნემსაძე დისტანციას. და იმუშაოს ახლოში ნემსაძე უნდა შეუმციროს დისტანცია. აგან შორიდან უპირატესობა აქვს სიჭინავას. კარგად იყენებს ფეხებს. ახლა კარგი გაცვლები ნემსაძესგან. ეს უნდა გამოიყენოს ნემსაძემ. რადგან დისტანციურად კარგად მიყავს სიჭინავას. მისთვის შესაფერისად. კარგი პასუხი ახლა მარჯვენა ჰუკი სიჭინავასგან. მუშაობს დისტანციაში სიჭინავა. ისევ მარჯვენა სპინიბექი თავში. და დასრულდა მეოთხე რაუნდის. ქალბატონებო და ბატონებო, ექსტრა რაუნდში გამარჯვებული გახდა გიგა სიჭინავა ზუგდიდი. წამოიღო მაინც ეს გამარჯვება თავისკენ, დამსახურებულად მიულოცოთ მას.